ამის შემდეგ იესო თავის მოწაფეებთან ერთად მივიდა იუდას ქვეყანაში. იქ დარჩა მათთან და ნათლავდა. იოანე კი ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ და მოდიოდნენ და ინათლებოდნენ. ვინაიდან იოანე ჯერ კიდევ არ იყო საფრთხილეში ჩაგდებული. მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდეველებს შორის დავა ჩამოვარდა განწმენდის გამო. მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: რაბი, ის ვინც შენთან იყო იორდანეს გაღმა და რომლის შესახებაც შენ მოწმობდი, აჰა, ის ნათლავს და ყველანი მასთან მიდიან. მიუგო იოანემ და უთხრა: ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არ აქვს მიცემული. თქვენ თვითონ დამემოწმებით რომ ვთქვი, მე არა ვარ ქრისტე, არამედ მოვლენილი ვარ მის წინ. ვისაც პატარძალი ჰყავს, ის ნეფეა, ხოლო ნეფის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს ნეფის ხმაზე. ეს ჩემი სიხარული უკვე აღსრულდა. ის უნდა იზრდებოდეს, მე კი მცირდებოდე. მაღლიდან მომავალი ყველაზე მაღლაა, ხოლო ვინც მიწიდან არის, მიწიერია და მიწის შესახებ ლაპარაკობს. ციდან მომავალი კი ყველაზე მაღლაა. რაც მან იხილა და მოისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას არავინ ღებულობს. ვინც მიიღო მისი მოწმობა, დაბეჭდა, რომ ღმერთი ჭეშმარიტია. რადგან ის ვინც ღმერთმა მოავლინა, ღვთის სიტყვებს ლაპარაკობს, ვინაიდან ღმერთი გამოზომით არ იძლევა სულს. მამას უყვარს ძე და ყველაფერი მას მისცა ხელ. ვისაც ძეს წამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ურჩიძისა ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა დარჩება მასზე.